ძვირფასო ტელემაყურებლებო, დადგა ჩვენი პირველი სტუმრის მოსვლის დროც. ეს სტუმარი გახლავთ ყველაზე სურნელოვანი ქალი საქართველოში, ქალბატონი ხატია შამუგია. მაშასე, შენ სუნამოებში სპეციალისტი ხარ, ხო? ასე ამბობ. სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, აი, რომელ პოლიტიკოს, რომელი სუნამო შეესაბამება. მე მაქვს რაღაც გარკვეული ჩემი იდეები ამასთან დაკავშირებით და მინდა გაგიზიარო. რაღა პოლიტიკა. აი, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, კრასნაია მოსკვა. არ გეთანხმები. მე მგონია, რომ ქალბატონი იმდენად დახვეწილი და გრაციოზულია, მე პირადად მგონია, რომ ის ხმარობს შანელის კოკოს, იმიტომ რომ კოკო შეიქმნა მაშინ, როცა შანელი ყველაზე პოპულარული და ყველაზე წარმატებული ქალბატონი იყო. შენ ხმას არჩევნებში ვისაძრებ. მე არჩევნებში საერთოდ არ დავდივარ. კარგი. არჩევნები მოდიან შენთან, შენ არ მიდიხარ რა. სახში. ხო, კარგი. ეს кейფი, ანუ გაქცევა მიშა. მიშა? მიშა, აჰა, დაგვავისწავლე, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. არც გავიცნობ, კარგი. და მე მგონია, რომ მიშას ძალიან მოუხდებოდა დოლჩე გაბანას The One, იმიტომ რომ მაშინ ერთი იყო და ერთადერთი არა. მაინც ვერ გავიგე, ვის აძლევს. რაღაც ყველაფერში ხარ. სუნამოებში საუბრობ. შემდეგი ბიძინა ბოსი რა, ჩემი აზრით. ბატონ ბიძინას მე მგონია, რომ უკვე მას ისეთი სტატუსი აქვს სოციალური და საზოგადოებრივი, ალბათ უკვე ესეთი ფართომცნების სუნამოები არა, ალბათ უფრო ნიშური სუნამოები არა როგორ. ნიშური? ნიშური. ნიშური. ეხლა მივხვდი ვის ვადლებ ხმა? ბატონი დათლაშვილი ტრაინოვი ადეკალონი. არა. არ ფიქრობ ესა? მეგობრებო, თუ შეიძლება ვაჩვენოთ ის სურათი, რომელიც ალბათ ხატიას ფოტოალბომში ყველაზე სუპერ სურათია ბანდერასთან ერთად. ფოტოშოპი არა. ნამდვილია, მეგობრებო, დათო, ნამდვილია. მოგვიყევი, აბა სადიყავი, როგორ გადაიღე ეს ფოტო, რაი. ესე იგი, მარტო ანტონიო ბანდერასი არ იყო, ცოტა შეიძლება რომ თავი მოვიწევო. რაც გინდა ისქენი. მაინც ამოუჭრით მე. ჟან-პოლ გოციეც იყო და კაროლინა ჰერერაც იყო. ძალიან გთხოვ, ეს არ მომიჭრა რა ეს. კაროლინა ჰერერა. მაგასთან გადაგებული. შალვა, სურათი გააქვს. კაროლინა ჰერერასთან. რაღა ამას აბაზრებ. ეს ყველაზე გასაბაზრებია. გასაგებია, ხვდები რატო. ნუ ხომ ეთყობა ის აღფრთოვანებული და ბედნიერი ნეტა. შენ კი გეტყობა ბანდერას არ ეთყობა იგი. არც ბანდერასი არ არის უკმაყოფილო. შენ გეტყობა. მომისმინე. სად იყავით? სად გადაიღე? ბარსელონაში. როგორ გადაიღე? ანუ შენ გიჭირავს ფოტოაპარატით? არა, ჩემს მეგობარს ლიკას, რომელიც ლიკას გადაუღე მერე? არა, აღარ იყო გადაუღებდი. სად არის ეგრე? ეგ არის დაქალობა, ძვირფასო ტელემაყურებელი. ლიკას გადააღებინებდა ეგ. ეგეთები ხარ გოგო. არა, ჩვენ ვართ ერთ დღეს დაბადებული. მივხვდით, ამიტომ შენ და ლიკა? მე და ტონი. იქ იმაში წერ ინტერვიუში რომ მხარზე მომითათუნა ხელი. არა? ბრავო, რა მაგარი ყოფილა რომ შენ ჩემ ინტერვიუებს კითხულობ. დამაკითხე სწორედ. მართლა მოგითათუნა? ესე გადახვეულია ხელი, ვერ ხო და სად მოგითათუნა რომელ მხარზე? აი ესე. ოისა, აი შეგინდა ვითხარ რომ ეხა მე მიჭირავს ხელი იმ მხარზე, რომელსაც უთათუნებდა ბანდერასი. ოღონდ ფთარი უკვე ამას. და არ შემიწევ ხო ფთარი. მომისმინე, აი ხა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. გასაგებია ბანდერასმა ხელი მოგითათუნა რაღაც და რამე რო შემოეთავაზებინა რა. ხო, რამე რა? რეალურს. ინტიმური ურთიერთობა. ფილმში თამაში? არა. ინტიმური ურთიერთობა რო შემოეთავაზებინა. აი ხა მთელი საქართველო გვიყურებს და დედასპიცა ვარ, არ გინდა მაიმუნობა. ცვეტში ბანდერას რო ეთქვა რომ აუ რა მაგარი გოგო ხარ. რა კარგი მხარი გაქვს. ნომერი მაქვს აქ შენთვის და წამოდიო. არ იმაიმუნო. არ გაიყვარა. მელანის ეგეთი რამე რას იზამდი? მელანი გრიფიტი ვებერიო. მაგრამ ერთგულია, ბიჭი ცოლის. რას იზავდი, მითხარი? არ მეტყოდა, ნუ არა, რო ეთქვა. არ ამბობს. იცი რა არის, მე ვარ საერთოდ ძალიან ისეთი ადამიანი, მიწაზე ყარათვით გავარ და ვიცი რომ არ მეტყოდა და არ მიფიქრია ამაზე. ანუ მარტო ფოტოც დასჯერდი, მეტი არაფერი არა გაქვს. დავკმაყოფილდი მარტო ფოტოთი, ხედა. როგორც რა ცოტა უნდა. ვიცი რა, მე სხვადასხვაის
საქართველოში ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვიცნობ არავის, ვისაც ანტონიოსთან ფოტოა გადაღებული. თქვი, რომ ეგრეა. იცნობ ვინმე ეს? ანტონიოსთან ფოტო გადაღებულს არავინ. შენ ესე თუ გააგრძელე, ბევრი ადამიანი ეხა მესამე და მესამე. ერთი ხო მომწონდა ენძი გარსია და ნუ გადავიღე აქვე ფოტო თვითონ ჩამოვიდა. მეორე ანტონიო და ეხა მესამე მომწონს რობერტ დაუნი ჯუნიორი და ისიც თუ ახდა ექსკლუზივი აი და მე უყვითელ პრესაში რა ერთიანებს ამ სამ მამაკაცს და შენა. და my way სიმღერა. აი ხა მე არ ჩანს და რაღაც გაცვია ხო აკალ ისე არ მიხვიდოდი. ნუ რა ვიცი ხა აქ თუ ჩაცმული მოვედი იქაც ჩაცმული. რა გაცვია ეგ რა გაცვია. მეც დათუნა სულიკაშვილის კაბა ისეთი ძალიან მჭყვიალა გრძელი და უკან სულ შიშველი. მოხდილი. და ბანდერასთან ესე თუ შეიძლება მომაწოდეთ აი ეს არისო მაგდენ დრო არისო. კარგი, რა გვეთქმის ძვირფასო ტელემაყურებლებო? მართლაც უნიკალური გოგოა, ხატია, იმიტომ რომ უამრავი რამ აქვს გაკეთებული, მუშაობდი რადიოში, მუშაობ ყველაზე სურნელოვან და სხვათა შორის ვიყავი რადიო 105-ის ფანი ყველა ინტერვიუში მაგას ვამბობ. აი ხას თქვი რა გეხვეწები რა. მე ვიყავი რადიო 105-ის ფანი და საერთოდ აი ეს ინსპირაცია ჩემი რომ გავხარიყავი დიჯეი, ეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ასკოს. ეს იყო ფორჩხეთის ფანი ვიყავით. ეს იყო ჩემი ხო, მაგრამ სურათი ბანდერასთან. ეს ხატია. ეს არის ჩემი სტუმარი, ხატია შამუგია, რომელსაც ვევშტობებით და ვაცილებთ. მადლობთ ხატია.